თქვენ ბატონო ფრიდონმა გკითხათ, რომ პირველ ჯერზე განაცხადი შეტანილი გქონდათ და შემდგომ გამოიტანეთ ეს განაცხადი შეგიძლიათ, ანუ უარი თქვით კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე. მიზეზი რა იყო? თქვენ ეს ახსენით იმით, რომ არ ჩავთვალე, რომ მზად ვიყავით. რისთვის არ იყავით მზად? ყველა ადამიანები ვართ, ხო, ინდივიდუალურად აი ეს საჯაროდ გამოსვლა მეტნაკლებად ყველას თავისებურად შეუძლია გამოვიდეს, თქვათ, ესე მასმედიის საშუალებებით და ეს ღია პროცესზე, უფრო ხო, მაგრამ როდესაც შეგქონდათ განაცხადი, ხო, იცოდით წინასწარ ხო აცნობიერებდით, რომ ეს დაგჭირდებოდათ. აი რა მომენტში მიხვდით, რა რითი მიხვდით, რომ არ იყავით მზად? აი რო ვაკვირდებოდი გასაუბრებების მიმდინარეობას, აი უბრალოდ ჩავთვალე რომ მაგ მომენტისათვის არ ვიყავი და გარკვეული დრო მჭირდებოდა იმისთვის რომ მზადდებოდი. ანუ ნახეთ, მზად არ იყავით რისთვის? მზად არ იყავით საჯაროდ გამოსვლის საჯარო გამოსვლებისთვის არ ვიყავი მზად. თუ მზად არ იყავით შინაარსობრივ ნაწილში? არა, საჯარო გამოსვლებისთვის არ ვიყავი მზად. ასაგები. და მე როგორ მოემზადეთ, ანუ კიდევ ხო კიდევ შეიტანეთ ეს განაცხადი და მე როგორ მოემზადეთ, ანუ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს საჯარო გამოსვლა თქვენთვის გადალახვადი ყოფილიყო. შინაგანად უბრალოდ უფრო მეტად მოემზადე და უფრო რაიმე განსაკუთრებული არაფერი არ გამიკეთებია. შინაგანად ჩემ თავში მოემზადე და ეს როდესაც განაცხადი გაიტანეთ, ანუ ეს თქვენით ჩათვალეთ, რომ არ იყავით მზად, თუ მეგობრებმა, ახლობლებმა ვინმე გირჩიათ, რომ შეიძლება ეხლა მზად არ იყოთ ამ ამისთვის? მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება შეიძლება თუ სწორედ მახსოვს მხოლოდ მეუღლესთან მქონდა ამ საკითხზე აზრთა გაცვლა და შესაბამისად მივედი და დავწერე განცხადება უარის თქმის თაობაზე. გასაგები. კარგით. ესე იგი, ბატონმა ლევანმა გკითხათ ცოტა ხნის წინ და მეც მინდა რომ ეს საკითხი ამას დამატებით გკითხოთ. თქვენთვის რას ნიშნავს გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმი, ან პრინციპი? გაწონასწორების და ზომიერების პრინციპები მოიაზრებენ დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება, დაცვა, თანასწორობის, თანასწორობის. კარგით, დაგიზუსტებთ, ანუ მაგას არ გულისხმობთ. გაწონასწორებულობა და ზომიერება. ბატონმა ლევანმა ეს გკითხათ. დისციპლინური წარმოების საკითხებთან დაკავშირებით და თქვენ თქვით, რომ ესეთი რამ უკვე არის გათვალისწინებული ბანგალორის პრინციპებითო, რაც ჩვენთვის ისედაც ავალდებულო არისო და მე მაინტერესებს, მე გმინდოდა მეკითხა, რომ ბანგალორის პრინციპებში გაწონასწორებულობა და ზომიერება სადმე წერია, ანუ რა და თუ წერია, რას გულისხმობს? არა, შეიძლება ესე ახლა სიტყვით არ მახსოვს ეწეროს თუ არა, მაგრამ ზოგადად მოიაზრება, ანუ არის ამის განმარტებები, სად არის ეს განმარტებები? ბანგალორის განმარტებები. და რა წერია, რომ რას ნიშნავს? ეხლა ესე რა ზეპირად ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად რომ მოსამართლე უფრო გაწონასწორებული და საზოგადოებაც გაწონასწორებულად უნდა იქცეოდეს სამსახურებრივადაც და მაგალითი შეგიძლიათ გითხრათ, რომ ეს რას ნიშნავს? აი, მაგალითად რა შემთხვევაში არ იქნებოდა მოსამართლე ზომიერი და გაწონასწორებული? დავაზუსტებ აზრის გამოთქმის კონტექსტში გეკითხებით ამას. აზრის გამოთქმის კონტექსტში, ანუ საზოგადოდ მიმდინარე ქვეყანაში არსებული მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ესე ღიად ვფიქრობ, არ უნდა აფიქსირებდეს მოსამართლე თავი უნდა შეიკავოს და გაწონასწორებულად უნდა შეხედოს. კარგით. მაშინ ესე დავსვათ ნეიტრალურად. გავიგე, ნუ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებზე მოსამართლე არ უნდა საუბრობდეს. კი ბატონო, გასაგებია. ეს ორი საკითხი აქვს. ეს ეწერია ბანგალორის პრინციპებში? კი. ეს ეწერია. გაწონასწორებულობა და ზომიერება. სიტყვით ნუ ჩამეძიებით ახლა. კარგით. შინაარსობრივად არის მსგავსი დებულება. გავიგე. ნუ ხო ეს არ წერია, მაგრამ გავიგე. ეხლა მაშინ ესე დავსვათ კითხვა. თქვენ იყავით თუ არა ხელმომწერი ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების, რომელიც ეხებოდა
ევროკავშირს? კომიტეტის წევრი არ ვარ, მაგრამ შინაარს ვიზიარებ, კი ბატონო. შინაარს იზიარებთ. კი ბატონო. ამას აი საჯაროდ ახლა აცხადებთ, რომ ამ შინაარს იზიარებთ. კი. მაშინ რამდენად თავსებადია 2 წუთის წინ თქვენ მიერ გამოთქმული შეფასება, რომ მოსამართლე მიმდინარე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ესე საჯაროდ არ უნდა აფიქსირებდეს პოზიციას. ანუ ეგ იყო პასუხი უпростоრად გარკვეულ განცხადებებთან დაკავშირებით ჩავთვალეთ, რომ გარკვეული განმარტება, ანუ კანონში რაც წერია, იმის განმარტება განხორციელდა ამ განცხადებით. ანუ რაიმე განსაკუთრებული, ანუ რაღაცა აზრი არ გამოხატულა, რაც ისედაც საკანონმდებლო აზრია და ნება, ის გადმოცემული იქნა იმ წერილით. არა, იმ წერილით გადმოცემული იქნა მარტივად რომ შევაფასოთ, რომ თქვენი საქმე არ არის ჩვენ საქმეში ნუეреვითო. ეს იყო იმ წერილის შინაარსი. არა, ეს შეიძლება პოლიტიკური შეფასება იყოს, თორემ მან წერილში წერია, რომ ამ კანონით ამ მუხლით ესე არის განსაზღვრული და ჩვენც აი ამ ფარგლებში მოქმედებთ. კარგით. ის მოსამართლეები, ვინც არ დაეთანხმნენ ამ მოსაზრებას და ამაზე ღიად განაცხადეს ასევე. თქვენი აზრით მათი ეს განცხადება ჯდება თუ არა გაწონასწორებულობის და ზომიერების პრინციპში და ფარგლებში. ყველას განცხადება არ წამიკითხავს, რამოდენიმე სიმოქს საკითხული და ნუ პათოსი ხო იცით რა მნიშვნელობა აქვს მაგას. კი, პათოსი გასაგებია, კი. ნუ ფიქრობ არ უნდა ჯდებოდეს. არ ჯდება. კი. ანუ თქვენ ახლა ამბობთ, რომ ბანგალორის ამ მოსამართლეებმა ბანგალორის პრინციპები დაარღვიეს? სავარაუდოდ არ ვიცი, ახლა ზუსტად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მაინც ალბათ უფრო ყურადღებით წაკითხვა არის საჭირო ამ განცხადებებს და გაანალიზება. ახლა ზუსტად დიდი პერიოდი არის გასული, რამოდენიმე თვე ხო იმის მერე და აი ზუსტად ახლა რა ესე კრიტიკულად არ წამიკითხავს და ესეთ პრიზმაში არ შემიხედავს. თუმცა მაინც არ ჯდება ამ ფარგლებში. სავარაუდოდ ახლა რაც მახსოვს შეიძლება და ალბათ ანუ მარტივად რო შევაფასო რა მე რა არ მესმის იცით ანუ თქვენ ამბობთ რომ ერთი კონკრეტული ფაქტი იყო ხო სწორია ამ ერთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ადამიანთა ჯგუფი გამოვიდა და თქვა რომ დააფიქსირა თავისი აზრი რაზეც თქვენ ამბობთ რომ ეს აბსოლუტურად მისაღები და ნორმალურია ბანგალორის პრინციპებშიც ჯდება და გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს და აი ამავე ფაქტთან დაკავშირებით გამოვიდა ადამიანთა მეორე ჯგუფი, რომელმაც თქვა, რომ არა, ჩვენ ამას არ ვიზიარებთ. ანუ აი პირველი ჯგუფის მოსაზრებას ჩვენ არ ვიზიარებთ და ამაზე მეუბნებით, რომ ეს გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმში არ ჯდება. და შეგიძლიათ მითხრათ ლოგიკა სად არის აქ? რატომ არ ჯდება? აი ლოგიკა სად არის? ერთი თუ ჩაჯდა, მეორე რატომ არ ჯდება? უბრალოდ ფაქტის შეფასებაა. ერთი დაეთანხმა, მეორე არ დაეთანხმა. არ გამოურიცხავ, რომ კი ბატონო, ისიც შეიძლება ჯდებოდეს, მაგრამ უბრალოდ თქვენ როგორც დამისვით კითხვა, ნუ მაგ მიმართულებით შეიძლება შეიცავდეს რაღაცა ნიშნებს, თქვათ, რომ ვერ აკმაყოფილებდეს ამ ეთიკის წესებს. აი უბრალოდ ეს ვარაუდი გამოვთქვი. აი არ შემისწავლია და არ შემიხედავს მაგ კუთხით მათი განცხადებები. უბრალოდ ეს არის და ეს შეიძლება თქვენც მართალი იყოთ და მეც არ ვიცი. უბრალოდ გაანალიზება ჭირდება ამას. გავიგე, მადლობა. თქვენ ბრძანეთ რომ შრომით დავებს, ანუ ბიზნეს დავებს, კომერციულ დავებს და მათ შორის ძირითადად ახლა შრომის დავებს იხილავთ. თუ შეგიძლიათ გითხრათ ამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რომელ ძირითად კონვენციებს იცნობთ და ამ კონვენციებიდან რომლებს არის მიერთებული საქართველო? ეს სახელმწიფო ვერ გავიხსენებ. სახელწოდებები არ მინდა, შინაარსი მითხარით. აი ძირითადი კონვენციები, ILO-ს ძირითადი კონვენციები, რომლებიც მნიშვნელოვანია და მით უმეტეს ამ დარგში. შრომით უფლებებთან დაკავშირებული რაც არის განსაზღვრული, აი ამ კონვენციებით სარგებლობთ კიდევაც და ვიყენებთ კიდევაც შრომით დავშა სახელი ვერ გავიხსენებ ხო. გავიგე. ძირითადი უფლებები რომლებია? ბატონო? ძირითადი უფლებები, ადამიანის ძირითადი უფლებები. ადამიანის ძირითადი
უფლებები განსაზღვრულია კონვენციით. ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უბრალოდ ძირითადად არის ღირსება, რომელსაც გაუმდინარეობს სხვა უფლებების სიცოცხლის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, აზრის თავისუფლება და საკუთრების და რა ვიცი კიდე. გავიგე, მადლობა. არსებობს თუ არა ისეთი უფლებები, რომელთა შეზღუდვა არ შეიძლება? არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. კი ბატონო, კი არის. რა უფლებებია ესეთი? წამების აკრძალვა, მონობის, იძულებითი შრომის კანონის გამოყენება იმ ქმედებისათვის, რომელიც ადრე არ იყო დასჯადი და ასე შემდეგ. ხო, რამდენიმე მათგანს აილოს კონვენციებიც ეხება, ამას გეკითხებოდით წაღანაც. თქვენ შეგიძლიათ თუ წეგან ბატონმა ლევანმა დასვას ძალიან საინტერესო კითხვა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით და მინდა რომ მეც კითხოთ ამაზე, ცოტა სხვანაირად კითხოთ, ანუ თუ იცით ქვეყნები, სადაც მინიმალური ხელფასის რეგულირება არსებობს. აი, არ გავცნობი ვარ, არ ვიცი. არა. ზოგადად, ანუ კიდევ ერთხელ რო დავსვათ ეს კითხვა, ზოგადად თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ სახელმწიფომ მინიმალური, ანუ შრომითი ურთიერთობა ხომ არის საკონტრაქტო ურთიერთობა დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის, ხო სწორია? კერძო სამართლებრივი ურთიერთობა ხო არის ეს? აი ამ ურთიერთობაში შეიძლება სახელმწიფო შეიჭრას და თქვას, რომ არ შეიძლება ხელფასი იყოს პირობითად საათობრივი ხელფასი არ შეიძლება იყოს რაღაც თანხაზე ნაკლები. როგორ ფიქრობთ, ეს სწორი არის? თქვენ ხო ამ სფეროში მუშაობთ, ხო შრომით დავებს იხილავთ, ამიტომ გეკითხებით. სახელმწიფოს შეუძლია არ ვამბობ ფორმალურად, ანუ სწორი არის, რომ სახელმწიფო ამ ურთიერთობაში შევიდეს და განსაზღვროს, რა შეიძლება იყოს მინიმალური ხელფასი. გეთანხმებით, რომ ეს კერძო სამართლებრივი ურთიერთობებია და მხარეებს შორის, რა თქმა უნდა, ფორმდება შრომით ხელშეკრულება, სადაც არსებითი პირობა, ერთ-ერთი არსებითი პირობა არის შრომის ანაზღაურება და ეს უშუალოდ მხარეთა მოლაპარაკების შედეგად უნდა განისაზღვროს, თუ რა იქნება მისი შრომის ანაზღაურება და აი სახელმწიფომ რამდენად უნდა ადგენდეს, ალბათ არ უნდა ადგენდეს. გასაგებია, მადლობა. მე მაინტერესებს ახლა შემდეგი რა სხვაობა არის შრომის ხელშეკრულებასა და მომსახურების ხელშეკრულებას შორის? ხო, ეს საკითხი კი შრომითი მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს რაღაც პერიოდ კონკრეტული რაღაც სამუშაოს შესრულებას შრომითი ურთიერთობა ალბათ უფრო გრძელვადიანი სამსახურებრივი საქმიანობას მოიცავს, რომელიც გარკვეული ოკეი, მაგრამ მაგალითად მე დავიქირავე, მე არა, თქვენ დაიქირავეთ ადამიანი, კი ბატონო. თქვათ 6 თვის ვადით და გაუფორმეთ მომსახურების ხელშეკრულება. დაიქირავეთ, არ ვიცი, მაგალითად, არ ვიცი, რაღაცა კონკრეტული სამუშაოს გასაკეთებლად. აი როგორ გავმიჯნოთ თქვენ დადეთ და ეს კონტრაქტიდან გააფორმეთ ზეპირად თქვენ. ზოგადად წახალ წაღვნიშნე არის ეს პრობლემა სამ კონკრეტულ დავებში ანუ ყოფილა ის რომ ხარეს დაუყენებია რომ ანუ შრომითი ურთიერთობა არ არის ამ ძღოლს ეხებოდა და უბრალოდ მომსახურეობას მიწევსო და არანაირი კონტრაქტი და არც დასაქმებული არ არის ჩემთან და შესაბამისად შრომის კანონმდებლობა არც უნდა გავრცელდეს მასზე პირიქით ანუ ამას იფარავდა მხარე დამსაქმებელი ესე ვთქვათ ეს ამიტომ გეკითხებით რომ აი შრომის ხელშეკრულებას რა განმასხვავებელი ნიშნები აქვს რითიც თქვენ ხომ ამ დავებს განიხილავთ შრომით დავებს განიხილავთ ანუ რითიც თქვენ გამიჯნავთ რომ მხარეებმა დადეს არა მომსახურების ხელშეკრულება არამედ შრომის ხელშეკრულება აი ზოგადად ამას გამიჯნავ საქმეში არსებული ფაქტობრივი და მტკიცებულებითი მოცემულობიდან გამომდინარე როგორ ანუ აი რა ნიშნებით ყველა საქმე ინდივიდუალურია და თეორიულად რა ნიშნებით იმიჯნება
სერვის კონტრაქტი და აი ურთიერთობას შევისწავლიდი, უფრო მათ შორის ურთიერთობა რას მოიცავდა, რა უფლება მოვალეობებისგან შედგებოდა და რა იყო ერთმანეთის ვალდებულებები და უფლებები. აი ამ მიმართულებით შევისწავლიდი. გავიგე. დისკრიმინაციის საქმეებში მტკიცების ტვირთი ვისზე. დისკრიმინაციის საქმეებიც ჩვეულებრივად შეჯიბრებების პრინციპის ფარგლებში განიხილება და მხარეთა თანაბრად ნაწილდება შეჯიბრების მტკიცების. ესე წერია კოდექსში? მაშინ ეს დავსვამ კითხვას. რა შემთხვევაში გადადის მტკიცების ტვირთი დასაქმებულიდან დამსაქმებელს? დასაქმებულიდან დასაქმებელზე არ მახსენდება. გავიგე. გონივრული მისადაგება რას ნიშნავს? გონივრული მისადაგების პრინციპი, ეს საკონსტიტუციო სასამართლო იყენებს ამ ტესტს და რაციონალური დიფერენციაციის საკონსტიტუციოს მიზნებისთვის არ გეკითხებით და კანონის ლეგიტიმურობის მიზნებისთვის გეკითხებით, შრომითი ურთიერთობის მიზნებისთვის. რადგან თქვენ ამ დავებს იხილავთ? გონივრული მისადაგების პრინციპი, ეს რაც კონვენციით არის განსაზღვრული თუ არ ვცდები. ვერ ვიხსენებ ბოლომდე ამას. კარგით. საწარმოს გადაცემა რას ნიშნავს შრომის კოდექსის მიხედვით და რა შედეგებს იწვევს, რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს დასაქმებულებისთვის? საწარმოს გადაცემა? დიახ. დასაქმებულებს არაფერ შედეგებს არ უნდა იწვევს. საწარმო თუ კი გადაეცემა მეორე პირს, მესაკუთრე შეიცვლება, ესე გავიგე, ხო, სწორია? თქვენ გეკითხებით. ბატონო? თქვენ გეკითხებით. ხო, თუ კი მესაკუთრე შეიცვალა და საწარმო აგრძელებს საქმიანობას, მაშინ რა არის საწარმოს გადაცემა, ესე დავსვათ კითხვა. მაგალითად, წილის გასხვისებას, მოდი წილის გასხვისებაზე არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ გასაგებია პარტნიორი შეიცვალა. მაგალითად, მე ვფლობ რაღაცა, ვიცი, ქარხანას, დაუშვათ, რაღაცა X ქარხანას და ბატონმა დავითმა ჩემგან იყიდა არა წილი ამ კომპანიის, თქვათ 100%, არამედ იყიდა აქტივები. ანუ კომპანია თვითონ იურიდიული პირი დარჩა ჩემს საკუთრებაში, მაგრამ ბატონმა დავითმა იყიდა აქტივები სრულად, მოძრავი, უძრავი და ასე შემდეგ. საწარმოს გადაცემად ეს ჩაითვლება თუ არა და ბატონი დავითი ვალდებული არის თუ არა, რომ ჩემს დასაქმებულებთან, კომპანიის დასაქმებულებთან გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები. საწარმოს გადაცემა, საწარმოთ როგორც სამართლებრივი ფორმის მქონე საწარმოს გადაცემა ეს არ განიხილება, ალბათ უფრო კონკრეტული რაღაც ქარხნის ან აქტივების გასხვისებას უფრო გავს. მაინტერესებს დასაქმებულების სამართლებრივი შედეგები რა იქნება? ხო, ეს სამართლებრივი შედეგები არ ვიცი, ეს თუ მოლაპარაკების საგანი არ არის. ეს გამყიდველ საწარმოს ყავს დაქირავებული გარკვეული ოდენობა პირების და შესაბამისად ეს უფრო მათი ურთიერთობის და მათი გასარკვევი საკითხია. გავიგე, მაგრამ მოდით აი ერთის შედეგად გადაყვებიან თუ არა დასაქმებულები, ამას მეკითხებით? დიახ. არ ვიცი, ეს მოლაპარაკების საგანია, შეიძლება განსაზღვრული იყოს ეს, მაგრამ ნუ საკანონმდებლო ვალდებულება ამისი, არ ვიცი, არ ამგონია რომ არსებობდეს. ახლა თქვენთან რო შემოვიდეს ხვალ ესეთი кейსი და შრომის კოდექსი კიდევ წინ დანარჩენი კანონმდებლობაც და დასაქმებულები ესეთ რამეზე აპელირებენ, რომ იმისათვის რომ ბატონ დავითს ჰქონოდა თავისუფლება შრომის კონტრაქტების გაფორმების ნაწილში, ამიტომ მან იყიდა არა კომპანია მთლიანად საწარმო, არა წილი საწარმოში, არამედ იყიდა აქტივები. იმიტომ რომ ფორმალურად თავი აერიდებინა, ასე ვთქვათ, ჩვენთან კონტრაქტების გაფორმებისთვის. აი თქვენ ამ არგუმენტს მიიღებდით? ხო, ეს ალბათ უნდა იყოს გამყარებული რაღაც მტკიცებულებებით, ხო? გავიგე. მაშინ ბოლო კითხვა მაქვს. ფორს მაჟორი არის თუ არა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი? არა. არა? ცალსახად არც ერთ ვარიანტში? ფორს მაჟორის შეწყვეტის? თუ სწორად მახსოვს, არ ვიცი.
პირდაპირ ჩამონათვალში რო არ წერია ეს ნიშნავს, რომ შეწყვეტის საფუძველი არ შეიძლება იყოს? უნდა ეწეროს, ხო, თუ რო იმ გახდეს შეწყვეტის საფუძველი, უნდა ეწეროს. ხო, მაგრამ იმ მუხლში სხვა გარემოებებიც წერია და იმ სხვა გარემოებებში, ანუ თქვენ რას გულისხმობთ, რომ შეწყვეტის საფუძვლები ჩაკეტილი წრი არის, რაც კანონში არ წერია, ეგეთი საფუძვლით ვერ შევწყვეთ? შეიძლება ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრონ სხვა საფუძვლებს. გავიგე. ანუ ფორს-მაჟორი არ შეიძლება არც შემთხვევაში შეწყვეტის საფუძველი. ჩამონათვალში არა, რა თქმა უნდა. მაშინ სხვა ბოლო კითხვა ბატონო დავით ნახევარი წუთი. სხვა გარემოებები რას ნიშნავს? რაც შეწყვეტის საფუძვლებში არის. თქვა მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინონ. ანუ ხო, მაგრამ შეიძლება მხარეებმა არ გაითვალისწინონ. ხო, ну შეიძლება რაღაც ან ვერ გაითვალისწინონ. ვითარება ქვეყანაში, რაც გახდეს საფუძველი თქვა შრომით ურთიერთობის შეწყვეტა. და ფორს-მაჟორი არ არის ესეთი ვითარება? ну შესაძლოა, ну ახლა ესე ჰიპოთეტურად არ ვიცი რა შეიძლება ფორს-მაჟორული რა გარემოება შეიქმნას, რომ შეწყვეტის საფუძველი გახდეს. აი კონკრეტულად უფრო თუ დამიკონკრეტებთ კი პასუხობთ. კარგით, მადლობა. მადლობთ ბატონო მიხეილ.